ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესპიკერის განცხადება ისევ შეფასებების თემაა თბილისში. ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი კატეგორიულად უარყოფს და გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ საქართველოში ევროკავშირის როლის შესახებ დეზინფორმაციას და უსაფუძვლო ბრალდებებს. ამ განცხადებას შეფასებები მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ევროკავშირისგან ჩვენ უფრო მეც ველით, ბრიუსელისგან ველით უფრო მეც, ვიდრე ამ იანფასიან ტრიუქს, რომ პასუხების თავიდან არიდების გამო რუსული ალიყები მიაწებონ ყველას. ჩვენც არც ერთი კონკრეტული სახელი გვარისადმი არანაირი ინტერესი, განსაკუთრებული ინტერესი არ გვაქვს, საუბარი მაქვს ელჩებზე. ერთადერთი რაც ჩვენ გვაწუხებს არის ის, რომ ზოგიერთი ელჩი თulis რომ იგი უნდა იყოს პოლიტიკურ დისკუსიებში ყოველდღიურად ჩართული და გააკეთოს პოლიტიკური შეფასებები. სწორედ ამაზე ვამბობთ, რომ კონკრეტული მტკიცებულებებით, როდესაც ელჩები მონაწილეობენ წინასაარჩევნო კამპანიაში, ამას სჭირდება პასუხები. რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ ირღვევა აბსოლუტურად ყველაფერი. აღარაფერს ვაუბრობთ დიპლომატიურ ეტიკეტზე და ვენის კონვენციაზე. პირდაპირ არიან კონკრეტული ელჩები ჩაბმული შიდა პოლიტიკურ პროცესში. თავდაცვის სამინისტროს თანხების გაფლანგვის ფაქტზე დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს გიორგი ხაინდრავასა და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროს ვლადიმერ ღუდუშაურს ბრალდება დღეს გააცნეს. ბრალდება გააცნეს ასევე თავდაცვის იმდროიდელი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ახლო ნათესავს ვასილ მხეიძესაც. დანაშაულებრივმა ჯგუფმა შეიმუშავა და სისრულეში მოიყვანა გეგმა, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.318.720 ლარი გაიფლანგა. გამოძიება დაკავებულებს სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება. საუბარია 2023 წლის პერიოდზე. სასჯელი 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნათესავის დახმარებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტალისთვის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც არარეალური გარიგებების დადების გზით გაიზარდა აპარატის რეალური ღირებულება და 2.606.272 ლარად ღირებული მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფის აპარატი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მიწოდებული იქნა 3.940.000 ლარად. დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ბრალდებულებმა გაფლანგეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1.313.728 ლარი. ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ მოგახსენებთ, როდესაც გამოვალ შევხვდები ჩემი დაცვქვეშყოფს, ჩემი დაცვქვეშყოფის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე დამატებით მასალებს ვერ მოგაცნობთ. გთხოვთ რომ რასედავებიან კონკრეტულად რომ ახ არის ბრალის წარდგენა, ახ არის ბრალის წარდგენა და ჯერ არ არის ჩვენი. ბრალი არის სისხლის სამართლის კოდექსის 182 მუხლი მითვისება გაფლანგვის, კონკრეტულად გაფლანგვის მუხლი, დახმარება კონკრეტულად თუ გჭირდება. პოზიცია არ აღიარებს რა თქმა უნდა ბრალს. სხვა მასალები ჯერ არ გამომცემია, გადმომცემს გამოძიებელი მასალებს, შესაძლოა დღესვე ჩაინიშნოს აღკვეთის ღონისძიების ხდომა, დანარჩენ დეტალებზე შემდეგ ვისაუბრებთ. ლიეტუვამ საქართველოს კიდევ 10 მოქალაქეს სავიზო სანქციები დაუწესა. მათ ლიეტუვაში შესვლა ეკრძალებათ. აღნიშნული შესახებ ინფორმაცია ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სანქცირებულ პირებს შორის არიან ნინო გალუსტაშვილი, ჯვებე ნაჭყებია, ირაკლი შვანგირაძე, ვიქტორ მეტრეველი, მარი მეშველიანი, ნათია ტატიშვილი, სულხან თამაზაშვილი, მარიამ ლაშხი, ნინო წილოსანი და რაჟდენ კუპრაშვილი. ამერიკამ და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს. დონალდ ტრამპი და ურსულა ფონ დერ ლაიენი ერთმანეთს შოტლანდიაში შეხვდნენ. მოლაპარაკება შედგა დოკუმენტის მიხედვით, შტატებში ევროპული საქონლის იმპორტზე 15%-იანი ტარიფები დაწესდება. შეთანხმების ძირითადი პუნქტები ასეთია: ევროკავშირი შეიძენს შტატებიდან 750 მილიარდი დოლარის ღირებულების ენერგორესურსებს. ასევე ევროკავშირი შტატებში დამატებით 600 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გააკეთებს. დონალდ ტრამპის შეფასებით, ეს არის ყველაზე მასშტაბური
მასშტაბური გარიგება, რაც კი სავაჭრო თუ არასავაჭრო სფეროში ოდესმე გაფორმებულა. ჩემი აზრით, ეს ყველასთვის კარგი შეთანხმებაა. სავარაუდოდ არის ყველაზე მასშტაბური გარიგება, რაც კი სავაჭრო თუ არასავაჭრო სფეროში ოდესმე გაფორმებულა. ევროკავშირი დათანხმდა შეიძინოს შეერთებული შტატებიდან 750 მილიარდი დოლარის ღირებულების ენერგეტიკული რესურსი. ასევე დათანხმდნენ, რომ დამატებით ამერიკის შეერთებულ შტატებში 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებენ, უკვე არსებული ინვესტიციების გარდა. დათანხმდნენ შეიძინონ უზარმაზარი რაოდენობის სამხედრო ტექნიკა. ზუსტი რიცხვი ჯერ არ ვიცით, განაცხადა დონალდ ტრამპმა. ფრანსუა ბაირუს თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმების მიღწევა ევროკავშირისთვის შავი დღეა. ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის მეთაურმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა. შეთანხმება ურსულა ფონ დერ ლაიენსა და დონალდ ტრამპს შორის ევროკავშირისთვის შავი დღეა, როდესაც თავისუფალი ალიანსი, რომელიც საკუთარი ღირებულებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით შეიქმნა, ამერიკის შეერთებულ შტატებს დაემორჩილა, წერს ბაირუ. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ 7 წლიან ბიუჯეტს ომზე ორიენტირებულ ბიუჯეტს უწოდებს. ვიქტორ ორბანის თქმით, ბიუჯეტში ყველა ხარჯი ომის ლოგიკით არის გაწერილი და საერთო თანხის 20% უკრაინისთვისაა გამოყოფილი. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი განმარტავს, რომ 2028-2034 წლის საბიუჯეტო გეგმა მორგებულია ევროკავშირზე, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის, ცდილობს მოსკოვის დამარცხებას და ლიბერალი მოკავშირეების ხელშეწყობას. ორბანი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ომის ბიუჯეტს და ითხოვს, რომ ბრიუსელმა პრიორიტეტი წევრი სახელმწიფოების განვითარების ინტერესებს მიანიჭოს. საბრძოლო მოქმედებები არ წყდება ახლო აღმოსავლეთში. სახალი ღაზაში სამხედრო ოპერაციას განაგრძობს. იერიშებს კიდევ 63 ადამიანი ემსხვერპლა. კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული კატასტროფაა. მედია წერს, რომ შიმშილით კიდევ 6 ადამიანი დაიღუპა. იორდანიამ და არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა ტერიტორიაზე ჰუმანიტარული ტვირთის საჰაერო ბურთის საშუალებით შეიტანეს. ისრაელმა ქვეყნის ჰუმანიტარული დახმარების საჰაერო გზით მიწოდების ნებართვა შაბათს მისცა. გარკვეულ ტერიტორიებზე პერიოდულად 10 საათიანი ეგრეთ წოდებული ჰუმანიტარული პაუზა მოქმედდა. ტაილანდისა და კამბოჯის ლიდერები ცეცხლის დაუყოვნებლივ და უპირობო შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. შესაბამისი განცხადება მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთა, რომელიც მის რეზიდენციაში გაიმართა. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში 29 ივლის 12 საათზე შევა. ტაილანდსა და კამბოჯას შორის საზღვარზე ბრძოლები ხუთშაბათს დაიწყო. მას შემდეგ, რაც ორი ტაილანდელი ჯარისკაცი ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა. ოფიციალური ბანგკოკი ამტკიცებს, რომ ნაღმი კამბოჯელების მიერ იყო დამონტაჟებული. კონფლიქტს უკვე 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 20 მშვიდობიანი მოქალაქე.